აი თქვენი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის შედეგი იცით რა არის? რა უთხარით, რა გითხრათ, იმდენ მნიშვნელობა არ აქვს, რომ მოტრიალდები, ხო, თქვენი სახელი? თაკო. თაკოს რო ველაპარაკე და მოტრიალდი, უნდა გავიფიქრო, რა ემოცია დავტოვე. რა ემოციას დავტოვე, ის არის შედეგი. ამიტომ არ მესმის ხოლმე, მაგალითად ცოლ-ქმარი რომ მეუბნება, დავხუცეთ ერთმანეთიო და არა და გვიყვარსო. და გვიშველეო. წარმოგიდგენთ, მიგიყვარს ადამიანი და შეხვედი და ეუბნეოდი, სად დაეთრეოდი. ხო, კაი ტექსტია შეყვარებულ ადამიანს და ის გეუბნება, რა გინდა შეთავგასებულო, სადაც მინდა იქ დავეთრევო, ხო? ანუ რეალურად კომუნიკაციის ტექსტი დადებით ემოციას კი არა, უარყოფით ტოვებს. და შენ ამ დროს რა გინდა, რომ ერთად კარგად იყოთ? რო ზიხარ და წუწუნებ, წარმოგიდგენთ, გინდაც მეგობრებში ხარ წუწუნ, მოვედი, კაი ხასაც მეწუწუნები, დამაყენე ცუძე, წავედი, კაი ერთხელ მოგითმინე, მეორედ მეწუწუნ. მერე ხო უნდა მიხვდე, რომ შენი დანახვა აღარ მინდა. და თან რომ მივდივართ ჩვენ დროის გასატარებლად, ვამბობთ, ეგარ წამოიყვანო, ნუ კარგი, ეხლა ერთხელ შეიძლება რომ დავისვენო. და თვითონ ვერ ხვდება, დადის და წამლავს ყველაფერს, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შედეგი ნებისმიერი ურთიერთობის თქვენი არის ემოცია, რაც დატოვეთ რა. ბევრი რო არ იფიქროთ, რა ემოცია დატოვეთ. იმიტომ რომ შინაარსი ადამიანს არ ახსოვს ხოლმე თქვენ რო თავს იკლავთ რა თქვა